თქვათ ნეიტრალური ტერიტორია, ან შეიძლება საერთოდ და შეიძლება საერთოდ სხვა, არ ვიცი. უბრალოდ ითხოვს ერთ იმას შევიტან რაღაც შესწორებას. აქ სუარი ხაზგასმა იმაზე, რომ ოპოზიცია უნდა დაუჯდეს თუ არა პოზიციას. მე ვიცი, რომ იქ მიდის 4 ადამიანი, რომელთაგან არც ერთი არ არის ფსიქოს გარდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ანუ თვითონ ჯერ არ განუცხადებიათ ამაზე. ისინი არიან განათლების სპეციალისტები. და ფიქრობ, რომ რადგან დებატის თემა არის განათლება, ხო, ამიტომ სიკოც მგონია მე ასე აღვიქვი ყოველ შემთხვევაში, რომ მიდის არა როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, თუმცა ახლა ამას ვერ მოიცილებს, ხო, ამ შლებს, არამედ როგორც განათლების სპეციალისტი. რატო, ასე ვთქვათ, აღნიშნე ეს? იმიტომ რომ პრინციპში მე არ ვფიქრობ, რომ დღეს ბრძოლა მიდის ოპოზიციასა და პოზიციას შორის. მე მგონია, რომ დღეს ბრძოლა მიდის რეჟიმსა და საზოგადოებას შორის. და ამით არანაირად არ ვაკნინებ ახლა პოლიტიკურ პარტიებს, უბრალოდ ეს ბრძოლა რეალურად აი ამ ფორმატში მიდის. მათ უნდათ და რატო მათ უნდათ საზოგადოების აზრის გადატეხვა. და რითი უნდათ რომ საზოგადოების აზრი გადატეხონ? იმით რომ ჩაახშონ საზოგადოებრივი პროტესტი, ხო? ანუ ეს ბოლო კანონები რაც იყო, ხო? ყველაფერი მიმართულია აი 50 აკაცუკის გასანეი ტრალებლად, ხო? როგორც თვითონ იძახიან და უნდათ რომ ეს პროტესტი აღარ არსებობდეს უბრალოდ, ხო? ეს მე მაფიქრებინებს, რომ ოპოზიციური პარტიები ფაქტიურად ნახევარი ციხეში ყავთ, ხო? და ნახევარს კიდე ემუქრებიან ციხით, ადვილი გასანეიტრალებელია მათთვის იმ მხრივ, რომ ჩასვან ციხეში. არ სცხვენიათ, რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარი ყავს. ხო და საზოგადოებასთან უფრო გაუჭირდათ. ამიტომ მე ასე ვხედავ. ეხლა მთავარი პრობლემა, აი ერთი ბესოსაც უპასუხებ აი ამაზე, რომ უნდა მიხვიდი და იქ ეს უთხრა, ეს კითხვა დავსვა. ბესო, მე მგონია, რომ ყველა ამ კითხვაზე გიპასუხებს, რომ არა. ანუ ამას უწევს ასე ვთქვათ, არა, ამ კითხვაზე იქნება პასუხი არა, არც კანონებს ვიზამ, არც გამოუშვებ პატიმრებს, არც ანუ არა იქნება ეს როგორ შეფუთავს ამას და რაღაცა, მაგრამ ეს იქნება არა, იმიტომ რომ მასა იქ თუ რამე უნდა ძალის დემონსტრირება. ხო, მაგრამ თუ ასე არის, რატო ვაძლევთ ამის შესაძლებლობას? ხო, აი ხლა აქეთ გადმოვიდეთ. ზოგადად მე ამ დებატების მიმართ არ მქონდა რაღაც ესეთი დადებითი განწყობა, დავწერე კიდევაც რომ გამოაცხადა კობახიძემ ეს დებატები, ედებატეთ ჯოდასენს თქო. და გუშინ გავიგე რომ სიკო და კიდე რამდენიმე ადამიანი მიდიან ამ დებატებში და მართალი რომ გითხრათ ეს რო არ ყოფილიყო სიკო ჯანაშია მე ბევრად უფრო ნეგატიური განწყობა მექნებოდა და რატო? აი აბსოლუტურად გეთანხმები. იმიტომ რომ სიკო ჯანაშია მე მყავს ნანახი დებატებში, რომ მე უბრალოდ არ ვიცი რა ნერვი ეყო ვახომეგრელიშვილთან საკამათო და არ ვერ ვიტყვი რომ დარწმუნებული ვარ, მაგრამ კობახიძეს გაუჭირდება მისი ნერვების მოშლა და მისი წყობიდან გამოყვანა. ეხლა არ შეიძლება რომ ეს კობახიძემ არ იცოდეს, ხო? მოდი ხა ეს კონტრარგუმენტებიც განვიხილოთ, ხო? და თან კიდე მისთვის თქვათ სიკოს მოწევა და იმ დანარჩენებისაც
არ არის მომგებიანი თუნდაც ვიზუალური თვალსაზრისით უფრო ლამაზია. არა, ლამაზი არ ვიძახი, ძალიან ყობახიძესთან შედა. არა, რესპექტაბელური გარეგნობა ყველას. იქ არც ბატონი ირაკლის. არა, იქ არც ერთი მე აქეთ ვიძახი, რომ ჩვენ ვართ რაღაცა დემონები, ისეთი ასეთი რაღაცებს გვეძახიან, დაუბანლებო, შტერებო და რა, ანუ ხო, ანუ ამ იმიჯს ვერც ერთი მათგანი ვერ გამოხატავს, ხო, რაღაცნაირად. და ეს არის კითხვა, ხო, რომ რაღა ისეთ ტიპებს დაუძახავ, თქვათ, სადაც თქვათ თვითონ არ გამოჩნდება იმის ფონზე ძალიან დამაჯერებელი, ხო, ჯანსაღი და რა ვიცი რა. ეს კითხვები არსებობს დღემდე, რომ მას აქედან რაღაცა უნდა. ჩემი აზრით ეს არის სწორედ ჩვენი გადაცემის წინა თემა, რაც იყო დაკავშირებული სწორედ ამ საგარეო ფაქტორებთან. მე მგონია, რომ მათზე ხო, აი, ჰელსინკის კომისია, აგერ ამერიკის, რა ქვია, ევროკავშირის. ხო და რატო ვაძლევთ ამის შესაძლებლობას? ამას წერენ ახლა. ხო და პასუხი. ანუ ჯერ ვთქვათ მიზეზი, რომ რატო მოიწვია. იმიტომ რომ მან თქვას, რომ აი მე ეგეთი მონსტრიც კი არა ვარ, აგერ ვიწევ ვიღაცას. ხო, მაგრამ ახლა ჩვენი მხარე თუ წავა იქ, ანუ პროტესტიდან ადამიანები, ну, ყოველ შემთხვევაში მოდი ესე ვთქვათ, რომ ოცნების წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები, ხო? და ოცნების პოლიტიკის წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები, ხო? იქ თუ წავლენ, მათ იმაზე არის დამოკიდებული უნარებზე, რაც თეონამ თქვა, შეუძლიათ თუ არა, რომ ეს მოედანი გამოიყენონ. ხო, გამოიყენონ და ამოუტრიალონ ეს. ესეც რისკია, მაგრამ ისინიც რისკზე მიდიან. ანუ მე არ ვფიქრობ, რომ ყობახიძის ეს შეთავაზება არის რაღაც ხაფანგი, რაღაც კატასტროფიზაციას ვახდენთ, მე მგონია და ძალიან ზედმეტად ვაფასებთ მათ უნარებს, რომ თითქოს იქ რაღაცა ბრძენების ხედან და რაღაც უმაგრესების ხედან და ვაიმე, ახლა არ დაგჩაგრონ რა. ანუ მგონი ზედმეტად ემოციურად შევხედეთ. გამოუვა მდგომარეობაშია და იმიტომ ეხლა რატო გაყიდა ვაჟბატონმა რუხაძემ იმედი? გამოუვა მდგომარეობაში იყო, ხო? კითხეს ეთყობა, რომ თავში რაღაც მოგხვდება. კიდე უფრო გამოუვა მდგომარეობაში უნდა ჩააყენო, უფრო ძალიან მკვეთრი და ხო და მე რას ვამბობ? მე მგონია, რომ საერთოდ მაყურებელს უნდა ელაპარაკო და მოახდინო დეკონსტრუქცია. ანუ ეს ხო შთაბეჭდილება. ხვილების და ნარატივების არ არის, აი ზოგადად ეს დებატი არ მომწონს ეს სიტყვა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ მათთან საკამათოდ არაფერი აღარ აქვს ოპოზიციას. ვერცერთი მათგანს ყობახიძე ვერ დაუწუნებს, ვერც IQ-ს, ვერც ცდილობას და ვერც კულტურას. ხო, ну რაც არ უნდა ელაპარაკოს, ხა ვისაც ეუნებოდა, ვერც იმათ დაუწუნებდა, მაგრამ ისინი მაინც იყვნენ უფრო აგრესიულ აგრესიულ კითხვებს უსვამდნენ, ხო? და შეიძლება ეს კითხვები ჩვენ ძალიან გულს ფხანს, მაგრამ შთაბეჭდილება, რომელიც არის მთავარი, რაც გამოიტანს მაყურებელი, აქ ძალიან წამყვანია. თუმცა მოდი ვთქვათ, რომ მათ შორის მაგალითად პატიმრების ოჯახის წევრებმა მე მინდა ვთქვა, რომ იმიტომ მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალურად ჩემთვის, მათი აზრი ყოველთვის ხედავენ ერთგვარ რისკებს და ხედავენ რისკებს იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაცა ლეგიტიმაციის, მინიჭების მცდელობა